მთელი აგვისტოა ხელისუფლება გვთავაზობს იმ ტიპის რიტორიკას, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის იყოს საშიშიც, ანუ პერსპექტივას თუ კი შევხედავთ. დაიწყო თვე რუსოფობიაზე საუბრით და შემდგომ გეორგიევსკის ტრაქტატი და აი რაღაცნაირად ყველასთვის ისტორიის გადაწერა თუ ისტორიის ლექციის ჩატარება. ირაკლი ყობახიძის მხრიდან დაწყებული და შემდეგ მას აყვნენ სხვებიც. თქვენ ხედავთ თუ არა აქ რაიმე კონკრეტულ გეგმას, რაც შეიძლება ქართულ ოცნებას ჰქონდეს, თუ რატომ გადაწყვიტა ახლა სახელმწიფო პარტიამ ეს თემა გააჩინოს მთავარ დღის წესრიგად? მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს ირაკლი ყობახიძემ, არა მხოლოდ ქართულმა ოცნებამ, არამედ პერსონალურად ირაკლი ყობახიძემ. იმ ირაკლი ყობახიძემ, რომელმაც 2024 წლის 28 ნოემბერს პრაქტიკულად მოახდინა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების დეკლარირება, დაიწყო რუსული კალეიდოსკოპი. რუსული კალეიდოსკოპი გულისხმობს აი რუსოფობიის საკითხის შემოტანას, თითქოს ეს იყოს მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ეს გულისხმობს ისტორიის რევიზიას, უბრალოდ ისტორიის შეფასების რევიზიას და გეორგიევსკის ტრაქტატზე მან არაერთგზის ისაუბრა უკვე და ამავდროულად ის ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს. ირაკლი ყობახიძე ემსახურება რუსულ საქმეს, ეს კაცი არის ისეთი ისტორიული ფიგურა, როგორებიც იყვნენ ამ ქვეყნისთვის ყველაზე მავნებელი, გარუსებული ქართველები, მაგალითად როგორიც იყო ციციანოვი, გვარით და წარმომავლობით ქართველი, მაგრამ რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედროშე ამ ქვეყანაში, როგორებიც იყვნენ ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე, იოსებ სტალინი, სხვები ბოლშევიკები და მთელი მე-19 საუკუნის ქართველი თავადაზნაურები, ბევრი, რომლებიც პირდაპირ ამჯობინებდნენ თავისუფლებას, ოქროს ჯაჭვს. ირაკლი ყობახიძე არის ისეთი კაცი, როგორიც იყო იესე ფალავანდიშვილი, რომელმაც გასცა 1832 წლის შეთქმულება. და მან ახლა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ისტორია თავიდან იქნას შეფასებული. ამაზე უკვე თითქოს მსჯელობა აღარ იყო, განსაკუთრებით ბოლო 2-10 წლეულის განმავლობაში, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოს გადარჩენის გზა არ არის, რასაც გვინერგავდნენ რუსები მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, მე-19 საუკუნეში ჯერ იმპერიის დროს სკოლებში ისწავლებოდა ასე, შემდეგ მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირმა ეს ესტაფეტა გადაიბარა და ახლა გვეუბნება ირაკლი ყობახიძე სრულიად უტიფრად, რომ ეს იყო რაღაცა ბრძნული გადაწყვეტილება, თითქოს ეს ყოფილიყოს საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი, რაღაცა რისკები იყო, რომლებიც რეალიზდაოდა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობაო. დიახ, იმ ნაწილში რა თქმა უნდა, მე იმ აზრის ვარ, რომ ერეკლე მეორის მოტივი არ იყო ის, რაც მოხდა. ერეკლე მეორის მოტივი იყო საქართველოს გადარჩენა. ერეკლე მეორის მოტივი იყო დიახ ქრისტიანობის შენარჩუნება. ერეკლე მეორის მოტივი იყო დასავლურ ცივილიზაციასთან საქართველოს, ქართლ-კახეთის, მაგრამ საქართველოს ინტეგრაცია და ამისთვის ის მხოლოდ რუსეთს არ ხედავდა ერთადერთ გზად, ხო? ამაზე არავინ საუბრობს, რომ ის დასავლურ სახელმწიფოებთანაც ცდილობდა ურთიერთობების გაბმას, მათ შორის ავსტრიის იმპერატორ იოზეფ მეორესაც უგზავნიდა წერილებს, მაგრამ იმდროინდელი ლოგისტიკის გათვალისწინებით მას ეს გაუჭირდა. რუსებმა მოკლეს მისი ელჩი ავსტრიის იმპერატორთან წარგზავნილი, მაგრამ ყველაზე საშიში, ერთ-ერთი საშიში, რაც თქვა ირაკლი ყობახიძემ, არის ის, რომ საქართველომ გააკეთაო ცივილიზაციური არჩევანიო ქრისტიანობითო და გეორგიევსკის ტრაქტატითო ქრისტიანობის გადარჩენის გზა თურმე ეს ყოფილა. გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც თავის მერვე მუხლში, მერვე არტიკულში ამბობდა, რომ ქართლის კათოლიკოსი უნდა ყოფილიყო რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრი, თან რიგით მერვე. ასეთი დაკნინება, ასეთი დამცრობა, რაც რუსეთმა თავიდანვე განიზრახა და შემდეგ რაც მან განახორციელა, ეს არ გაუკეთებია არც ერთ ჩვენს მაჰმადიან მუსლიმ დამპყრობელს. ცივილიზაციური არჩევანი საქართველომ გააკეთა ზუსტად 1700 წლის წინ.
წლევანდელ წელს არის 1700 წლის იუბილე საქართველოს გაქრისტიანების და ქართლის სამეფოში ქრისტიანობის როგორც სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 326 წელს იყო ეს საეკლესიო ტრადიციით და აი ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ანუ ეს თემები ახლა რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ჩემი აზრით ისტორიკოსების საქმეა და დღეს როცა პოლიტიკურ დისკუსიაში შემოაქვს ეს თემა, ამით რა მიზანი აქვს ეს? ხო, ისტორიკოსების საქმე არ არის მხოლოდ ისტორია. ისტორია არ არის ის, რაც იწერება ისტორიის სახელმძღვანელოებში და შემდეგ მას მტვერი უნდა დაედოს. კი ბატონო, ეს არის მე ამბობთ, რომ 2000 წელია თუ უფრო მეტია ჩვენი თანხმებულები. აბსოლუტურად გეთანხმებით მაგ ნაწილში, რომ ახლა ცდილობენ ისტორიის ინსტრუმენტად გამოყენებას, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას, პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენებას და ეს არ არის ქართული ოცნების პროპაგანდა და მით უმეტეს ირაკლი კობახიძის. ეს არის რუსული პროპაგანდა. თავად ირაკლი კობახიძე ხომ ამბობდა, რომ ყველა დიდ სახელმწიფოს თავისი მიზანი და ინტერესი აქვსო. დიახ, რუსეთის იმპერიასაც და რუსეთი დღესაც იმპერია, მიუხედავად იმისა, რომ მას ფედერაცია ჰქვია, ჰქონდა თავისი მიზნები, ჰქონდა თავისი პოლიტიკური დოქტრინა და ვისაც გონია, რომ რუსეთის პოლიტიკური დოქტრინა მხოლოდ და მხოლოდ ხიშტსა და რუსის ჩექმას გულისხმობს და არ გულისხმობს ტვინების გამორეცხვას და აზრის კონტროლს, ის თავად არის აი ამ დოქტრინის და პროპაგანდის მსხვერპლი. და ამას აკეთებს ირაკლი კობახიძე. რა საფრთხე იკითხება, როცა ირაკლი კობახიძე ამბობს ასეთ რამეს, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფოს მეორის საკეთილდღეოდ იღწვის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს. და როგორც დასაბამიდან მას შემდეგაც სახელმწიფოები, რაც ჩამოყალიბდნენ, ისე დღესაც თითოეული სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ინტერესი გაატაროს ქვეყანაში, ისტორია გადაწეროს თუ პოლიტიკურ სივრცეში ახლა ეს გააჩინოს როგორც მთავარი პოლიტიკური თემა, თუ რაღაცისთვის ნიადაგის მომზადება. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზანი. ირაკლი კობახიძე ცდილობს ახლა რუსეთს როგორც დიდ სახელმწიფოს, იმპერიას ის მას არ უწოდებს, გაუთანაბროს დასავლური ცივილიზაცია, თანამედროვე დასავლური სამყარო, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს სამართლებრივ სახელმწიფოზე, ადამიანების თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ღირსებაზე და მათ შორის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ შეთანხმებას. აი ეს არის დასავლური სამყარო. დასავლური სამყარო მხოლოდ გეოგრაფია ხომ არ არის, ხო? აღმოსავლეთის დემოკრატიებიც, რა ვიცი, იაპონია და სამხრეთ კორეა ასევე გახლავთ დასავლური სამყაროს და ცივილიზაციის ნაწილი. ის ახლა ცდილობს გააძლიეროს ქართული ოცნების ამდენი წლის განმავლობაში დანერგილი ანტიდასავლური პოლიტიკა, ანტიდასავლური რიტორიკა და თქვას, რომ დიახ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავიანთი ინტერესები. თითქოს ამ შემთხვევაში დასავლური სამყაროს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული ინტერესები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვეოდეს და თითქოს ეს იგივე არის, რასაც აკეთებს რუსეთი. რუსეთი, რომელიც დღეს არის 21 საუკუნის ყველაზე დიდი მეტასტაზი და სიმსივნე თანამედროვე სახელმწიფოში, რუსეთი, რომელიც აწარმოებს იმაზე უფრო ხანგრძლივ ომს უკრაინაში, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის ომი, უფრო დიდი ხანია გრძელდება ეს ომი, იმ რუსეთს გაუთანაბროს, რომელმაც სულ რაღაც 18 წლის წინ და ახლა იყო რამდენიმე დღის წინ, აი ამ გლოვის დღეები, ომის დაწყებიდან 18 წლის დღეები, სადაც მან დაიწყო რუსოფობიაზე საუბარი, აი ამ რუსეთს ცდილობს, რომ გაუთანაბროს და თქვას, რომ თითქოს ეს არაფერი არ არის, თითქოს ყველას თავისი ინტერესებია და საქართველოს ინტერესები არის დამოუკიდებელი ინტერესები და ისე წინააღმდეგება დასავლურ ინტერესებს. აი ამის გატარებას უსმართ. როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოთ, რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რომ ეს პოლიტიკა შეაკავოს? აი რომ თქვი, ცოტა ხნის წინ რომ ეს არ არის მხოლოდ ისტორიკოსების საქმე, როდესაც ჩვენ გვებრძვის პროპაგანდა, აი ამ ჭრილში ვხედავ ზუსტად, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისტორიაზე, იმაზე, რაც არის სიმართლე, ჯერ ერთი ის ფაქტებს ამახინჯებს, ხო? როდესაც საუბრობს გეორგიევსკის ტრაქტატზე და შემდეგ ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოსო იმის დამსახურება არისო, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო გვაქვსო. ანუ რუსეთმა რომ ჩვენ გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, არც ერთ დამპყრობელს რო არ
უქნია მანამდე. სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, ეკლესიის ავტოკეფალია გაგვიუქმა, წირვა-ლოცვა რომ ქართულად აღარ აღევლინებოდა და ჭირით რო შეღებდეს ჩვენი ისტორიული ტაძრები, აი ამ რუსეთზე საუბრობს ირაკლი კობახიძე და ამას ამბობს რომ ხო აი დღეს რო გადავრჩითო, აი იმის დამსახურება არის, რომ ფორმალური მიზეზშედეგობრივი კავშირიც კი არ არის ამ ორ მოვლენას შორის და ამას რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და არ უნდა მიუცეთ საშუალება ირაკლი კობახიძეს და მის ნაირ მხოლოდ გვარით ქართველებს რომ ჯერ ერთი გადაწერონ ჩვენი ისტორია და ის გამოიყენონ რუსული პროპაგანდის სამსახურში, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მათი დოქტრინის შემადგენელი ნაწილი და სიტყვას უნდა დაუპირისპიროთ სიტყვა. სიცრუეს უნდა დაუპირისპიროთ სიმართლე და ჭეშმარიტი. კი ბატონო, გასულ კვირას თქვენ უბრალოდ მანამდე ვიტყვი რომ ოპოზიციაში ჯერ მაინც არ არის შეთანხმება იმისა თუ როგორ უნდა რა გზებით უნდა დაუპირისპირდე ამ პოლიტიკას კი არა ზოგადად სახელმწიფო პარტიას, თუმცა თქვენ არჩეული გაქვთ გზა და გასულ კვირას შეიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომლითაც ითხოვთ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს კანონი ემიგრანტების შესახებ, ხომ? დიახ. საარჩევნო საკითხებთან მიმართება. კი ბატონო, თქვენ ისაუბრეთ ბევრჯერ ამის შესახებ, თუმცა რა მაგალითებია, რა მტკიცებულებებია თქვენს ხელთ, რომლითაც შეეცდებით დამტკიცებას თქვენი სიმართლე? დიახ, მე ახლა თქვენს ეთერში მოტანილი მაქვს ეს სარჩელი, სადაც არის ძალიან დეტალური და კარგი ჩემი აზრით უბადლო არგუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ ქართული ოცნების ეს ნაბიჯი არის ანტიკონსტიტუციური აქტი, როდესაც მათ ჩვენ ასობით 1000 თანამოქალაქეს პრაქტიკულად წაართვეს ხმის უფლება, საარჩევნო უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება. ჩვენ ადრე გახსოვთ რომ ვიბრძოდით იმისთვის რომ უფრო მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო, რათა უფრო მეტ ადამიანს ჩვენს თანამოქალაქებს, რომელთაც სურთ რომ მიიღონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მინიმალური მონაწილეობა მაინც ეს შესაძლებლობა ჰქონოდათ და ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებოდათ მაქსიმალურად. ახლა მათ საერთოდ გაუუქმეს ეს უფლება და უთხრეს ცინიკურად აი პაპუაშვილმა კობახიძის დარმა მხოლოდ გვარით ქართველმა უთხრა რომ ჩამოდითო და საქართველოში მიეცით ხმაო. ანუ როგორი დამცინავი არის ჯერ ერთი, როდესაც ხო 4 წელიწადში ერთხელ რა მოხდაო საქართველოში ჩამოდითო. იმ ადამიანებს ეუბნებიან, რომლების კისერზეც არის გადავლილი ეს უძიმესი კრიზისი ბოლო 10 წლეულების იმ ადამიანებს, რომელთა მიერ საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შეადგენს 3.3 მილიარდს წლიურად. აი ეს წვლილი შემოაქვთ მათ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში და ქართული ოჯახები მათ გადაარჩინეს. და ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება პრაქტიკულად არ გაქვთ, რა მოხდა 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდითო. მაშინ, როდესაც საქართველო იცლება მოსახლეობისგან და დღეს სხვათა შორის ის ტრადიციული შაბათის მარში ეძღვნებოდა ემიგრანტებს, სოლიდარობა და მადლობა ქართველ ემიგრანტებს და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ეს უფლება შეუნარჩუნდეთ. ცინიკური სახელმწიფო მოგახსენებთ. დიახ, მოგახსენებთ ამასაც. ცინიკურად სახელმწიფო ეუბნება, რომ თქვენ აღარ გამოგიგზავნით საარჩევნო ყუთს. ეხლა მე ესეთი უხეში შედარება უნდა გავაკეთო, მაგრამ ყველას ჯვარის წერია, მაგრამ როდესაც ემიგრანტი გარდაიცვლება, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ გაუგზავნოს სხვა ყუთი, ცინკის ყუთი საქართველოში ჩამოსასვენებლად და საარჩევნო ყუთს არ გაუგზავნის. ანუ ხვდებით რა აბსურდამდე დავდივართ? თან ეს უფლება მათ ჰქონდათ, იყო შესაძლებელი იმ ფარგლებში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კანონმდებლობით იყო დაშვებული, რომ თუნდაც საკონსულო და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ყოფილიყო საარჩევნო უბნები გახსნილი, იქაც კი აღარ გაუხსნიან და ამავდროულად ასობით ადამიანს, რომლებიც არიან ჩვენი დიპლომატიური მისიების თანამშრომლები, ეუბნებიან, რომ თქვენ უბრალოდ არ გაქვთ საარჩევნო უფლებაო, იმიტომ რომ იმათ ამასაც ვერ ეტყვია, რომ საქართველოს ჩამოდითო, ანუ პოსტი მიატოვეთო და აქ ჩამოდითო, ამასაც არ ეუბნებიან და ვერ ეუბნებიან. სამართლებრივ არგუმენტებზე მე ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ხელისუფლება ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ ეს სტანდარტებთან შესაბამისია და არიან ქვეყნები, რომლებიც ამ პრაქტიკას იყენებენ უკვე წლები. ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ
საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა სულ რაღაცა 200 წლის წინ, მაშინ როდესაც გააკეთა 1700 წლის წინ. ეს არის ის ხელისუფლება და ის პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების ირაკლი ყობახიძე, რომელსაც ყველა ასეთ რუსეთისთვის მაამებლურ განცხადებაზე პასუხობს მარია ზახაროვა. სინქრონში არიან ერთმანეთთან. რამდენი ირაკლი ყობახიძე რაღაცა სიტყვის რუსოფობიაზე იტყვის, მარია ზახაროვა პასუხობს გეორგიევსკის ტრაქტატზე იტყვის, მარია ზახაროვა პასუხობს მშვიდობაზე ისაუბრებს, მარია ზახაროვა პასუხობს. რატომ ხდება ესე? ხო უნდა დავფიქრდეთ, არა? მოსახლეობას მიუმართავ მე ჩვენ საზოგადოებას და ქართული ოცნების აი ყველაზე ბნელი აზროვნების და უпростоრად ჩაკეტილი აზროვნების მქონე მხარდამჭერებს მიუმართავ. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და იმ ადამიანებმა ახალ საქართველოში ყობახიძეებისგან და პაპუაშვილებისგან და ბიძინა ივანიშვილისგან და ქართული ოცნებისგან თავისუფალ საქართველოში ჩვენთან ერთად უნდა იცხოვრონ. როდესაც ჩვენ ნორმალური ქვეყანა გვექნება და როდესაც დაუბრუნდებით ჩვენს მართლაც ცივილიზაციურ არჩევანს, მაგრამ პარტიას ყავს თავისი ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, ყველას ყავს. მე ქართული ოცნების ამ გულუბრყვილო ამომრჩეველს და ქართული ოცნების სკამებში მოკალათებულ ხროვას ერთმანეთს რა თქმა უნდა არ ვადარებ და ერთად არ ვაყენებ, მაგრამ ხო უნდა დაფიქრდნენ არა, ზახაროვა რო პასუხობს ფაშისტური ფედერაციის, პუტინის ფედერაციის და იმ იმპერიის და ბოლშევიკური წითელი რუსეთის იდეური მემკვიდრე რო არის, იმ რუსეთის მთავარი ერთ-ერთი სპიკერი საგარეო უწყების რომ პასუხობს შენს პრემიერ-მინისტრს, ამაზე უნდა დაფიქრდნენ, რა თქმა უნდა და თან შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ემიგრანტებს, ეუბნებიან რომ ხმის უფლება არ უნდა გქონდეთო. მე შეგახსენებთ თქვენ რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელიც საზღვარგარეთ გაიხსნა, ქართული ოცნება გაპარტახდა, პირწმინდად დამარცხდა, მიიღო სამარცხვინო 13%. იმიტომ რომ იქ არ იყო არც დაშინების, არც ადმინისტრაციული რესურსის, არც მოსყიდვის და არც საარჩევნო მანიპულაციების სივრცეები. მეტნაკლებად თავისუფალ გარემოში ჩატარდა და ამისთვის ვიბრძვით ახლა ჩვენ, ხო? ქვეყნის გარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგები მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთო შედეგებზე. ერთი მხრივ ეს არ მინდა ამბობენ რომ აი ემიგრანტების ხმებიო იმდენად დიდი წონის არასდროს ყოფილაო, ეს არგუმენტი აქვს სამწუხაროდ ქართული ოცნების უტიფარ სპიკერებს, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც კარგი ცხოვრების გამო კი არ წავიდნენ ამ ჩვენი სამშობლოდან, ცუდი ცხოვრების გამო წავიდნენ, გაჭირვება დატოვეს და გაჭირვებული ოჯახები დატოვეს, უმეტესობა მათგანმა და ამის გამო წავიდნენ იქ და ამის გამო მოსწყდნენ თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს, მეუღლეებს და მშობლებს და წლობით ვერ ნახულობენ მათ და ისე ემშვიდობებიან ხოლმე თავიანთ მშობლებს, რომ გასვენებაში ვერ ახერხებენ ჩამოსვლას და ამ ადამიანებს ეუნებიან ჩამოდითო და არჩევნებში მიიღეთო მონაწილეობაო. მათ არ შეიძლება რომ ჩამოვართვათ ჩვენ ეს ფუნდამენტური უფლება, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ამ ადამიანებს სურთ რომ ეს წვლილი მაინც შეიტანონ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში. მაგრამ როცა ამბობთ რომ საზღვარგარეთ გაპარტახდა ქართული ოცნება, სავარაუდოდ ამაზეა პასუხი ხელისუფლების. ხო, ეს არის ქართული არ არის ის წონა, ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გავლენის მომხდენი იყოს მთელ შედეგს. ამას ეს ძალიან კომპლექსური საკითხი არის, აქ არ არის მხოლოდ იმ შედეგებზე საუბარი, რომელიც უცხოეთის უბნებზე ფიქსირდება, აქ არის საუბარი ძალიან დიდ სივრცეზე, მანიპულაციების სივრცეზე, რომელთაც ქართული ოცნება ახდენს არჩევნების მიტაცებას. ეს არის ამომრჩეველთა სიები და თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის არჩევნებზე მანიპულაციების ყველაზე დიდი წილი სწორედ იმაზე მოდიოდა, რომ უცხოეთში მყოფი ადამიანების პირადი ნომრები გამოიყენეს მათ იმისთვის, რომ დაეტრიალებინათ აქ საარჩევნო კარუსელები. და ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ ვიბრძვით ძლიერი საქართველოს ლელო, ვიბრძვით ინსტიტუციურად და ამას ემსახურება სწორედ ეს სარჩელი. რამე პროცედურა ხომ არ დაძრულა პროცესი თუ ეს რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესი არის და ამას თავისი სამართლებრივი პროცედურებიც აქვს. მე მინდა სიამოვნებით და სიხარულით ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი უკვე გამოგვეხმაურა ჩვენ და მათ სურთ რომ მიიღონ მონაწილეობა როგორც მხარეებმა ფორმალურად
პერსონალურადაც ჩაერთონ ამ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში და თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ მივმართავ მათ. ეს სარჩელი არის საჯარო, ყველა შეუძლია გაეცნოს, ჩვენ გვექნება Zoom შეხვედრები ემიგრანტებთან, ყველამ სურველს შეიძლება რომ თავად გახდეს მოსარჩელი ამ პროცედურებზე მათ უკვე პერსონალურადაც დაველაპარაკებით. ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელოს იურისტები, მეც მათ შორის, როგორც ერთ-ერთი იურისტი, სამართლებრივად წარმოვადგენთ მათ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვიბრძოლებთ მათი ხმისუფლების დასაბრუნებლად, ისევე როგორც ვიბრძოლებთ იმ სიების პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც იყო манипуляციების მიზეზი, ისევე როგორც ვიბრძოლებთ სადამკვირვებლო მისიებისთვის გამართული მუშაობის და დაკვირვების შესაძლებლობის მისაცემად და დასაბრუნებლად. ამას ვაკეთებთ ჩვენ როგორც ინსტიტუციურად სასამართლოში, ამას ვაკეთებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის მეშვეობით, საზოგადოებასთან პირისპირ საუბრის და მათთვის ამის ახსნის მეშვეობით და ეს არის სწორედ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შინაარსი იმისთვის, რათა დავიბრუნოთ და ვასრულებ ჩვენი საარჩევნო უფლება, დავიბრუნოთ ის არჩევნები მინიმალურ დონეზე მაინც, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაიხადა თავისი ძალაუფლების გახანგრძლივების ინსტრუმენტად. ის მოთხოვნა, რაც იყო წინააღმდეგობის მოძრაობის, რომ ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს, ამას გულისხმობს ჩვენი მხრიდან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი ნაბიჯი. მადლობა გიორგი სიორიძეს.